სტუდენტები, რომლებიც ითხოვდნენ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, უკვე არიან შენობაში. ჩვენ ვიცით ისტორია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. 2 დღის წინ ამავე ტელევიზიის შენობაში იმყოფებოდა გიორგი შალუტაშვილი, რომელიც ისე შევიდა პირველი არხის შენობაში და ისე დატოვა ანალოგიურად ეს შენობა, რომ მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დამსხდარიყვნენ მის პირისპირ და საკუთარი პოზიციები გაეჟღერებინათ, თუმცა არაერთი თხოვნისა და მოწოდების მიუხედავად არც ერთი მათგანი მის პირისპირ არ დასვეს. პროდიუსერმა არ დააკმაყოფილა პირველ ეტაპზე ეს მოთხოვნა, თუმცა ისინი შეიყვანეს მოგვიანებით და დღეს უკვე 10 საათზე პარასკევს ჩაინიშნა ეთერი, სადაც მათ მიეცემოდათ საშუალება, რომ დაესვათ პირისპირ კითხვები გიორგი შალუტაშვილისათვის. სულ ცოტა ხნის წინ, როგორც უკვე აღნიშნეს, სტუდენტები შევიდნენ და მალე დაიწყება ეთერი, თუმცა ადგილზე არ გამოჩენილა გიორგი შალუტაშვილი. რამდენიმე მათგანთან ასევე გქონდა გასაუბრება და დავსვით კითხვა, როგორი არის მათი მოლოდინები, ამჯერად თუ შეძლებს შალუტაშვილი მოსვლას და მათთან საუბარს, მათ არ აქვს ცალსახა პასუხი, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის აცთა სხვადასხვაობა. ზოგი ფიქრობს, რომ ის მოვა და დაჯდება სტუდენტების პირისპირ, მას შემდეგ რაც გადაიფიქრა, გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას მათთვის სტატუსის შეჩერებასთან, შეწყვეტასთან დაკავშირებით. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამის მიუხედავად მაინც არ ეყოფა გამბედაობა. მოკლედ, ასეთი არის ახლა ვითარება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცვლელად არიან მოქალაქეები სტანდარტული ფრაზებითა და შეძახილებით, შეკრებილებით, ცეცხლი ოლიგარქია სყვირიან და ელოდებიან იმ ეთერის დაწყებას, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააჟღერონ და გასცენ პასუხი გიორგი შალუტაშვილის იმ, როგორც თავად ამბობენ, სტარ ინფორმაციას, რომელსაც ის 2 დღის წინ ამავე ტელევიზიის ეთერით აჟღერებდა.